ეს ორი კვირა სულ სახლში ვზივარ. ცუდი ამინდებია და არცადარ წავსულვარ წელს. თან მეზარებოდა გავატარე სულ სახლში ეს სადადაგები. ადრე თუ 2 საათი ვიჯექი სოციალურ ქსელებში. ეს ორი კვირა თითქმის საათობით, რავი, ალბათ მთელი დღე ვიჯექი სოციალურ ქსელებში რას დავაკვირდი. კონსერვატორების ვიდეოს თითქმის არ აქვს ნახვა. 10 თუ 15,000, 20,000-მდე თუ ადის. სამაგიეროდ ზოგიერთ ქალბატონებს, რომლებიც ტრაკის ქნევის გარდა არაფერს არ აკეთებენ, 100,000-ობით და მილიონობით ნახვა აქვს. რაღაც სირი ტიპი რომ კუზლის ტუჩი რომ აქვს, ღორივით კამერის წინ რომ ზის და ჭამს ხოლმე და მთელი დღე ფულს მომთხოვლობს ხალხისგან. მათხოვარი ვიღაც. თქვენ კაი ხალხო, ქართველებო, რა გემართებათ? სერიოზულ და საჭირო ვიდეოებს არ უყურებთ და ამ სირებს უყურებთ? მე ერთი რამ კი დავაკვირდი. ზოგიერთ ქალებს ძალიან უხარიათ ამდენი უცხოტომელი რომ შემოვიდა საქართველოში. ყველას არა, მაგრამ მეწილქას ნამდვილად უხარია. სრულად არ ადარდებთ საქართველოს ბედი. ასე დეგრადირებული საზოგადოება საქართველოს ასწროის არ ყოლია. ძველ დროს, როდესაც ქართველმა ხალხმა 80%-მა წერა-კითხვა არ იცოდა, იმ დროსაც კი არ იყო ასე დეგრადირებული საზოგადოება. ხალხი უფრო ჭკვიანი და უფრო ბრძენი იყო. რა ვიცი, რა გვემართება ქართველ ხალხს. ასე როგორ უნდა გეკიდოს ფეხებზე საქართველოს ბედი. რავი, ერთადერთი ალბათ ღმერთის იმედიღა დაგვრჩენია. ღმერთი თუ გადმოხედავს ჩვენ საქართველოს და გადაარჩენს. ქართველი ხალხის იმედი უკვე აღარაა.